2011 წლის ბიუჯეტს რამდენიმე დეპუტატი მხარს არ დაუჭერს. პარლამენტი მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს დღეს დაამტკიცებს. დღევანდელი სხდომით საშემოდგომო სესიაც დაიხურება. მთავრობის შეთავაზებული პროექტი მიუღებელია ჯონდი ბაღათურიასთვის და გია ცაგარეიშვილისთვისაც. ამის მიზეზებად დეპუტატები არასწორად განსაზღვრულ პრიორიტეტებს და შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებენ. ბიუჯეტს არ ეთანხმებიან ქრისტიან დემოკრატებიც, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი არგუმენტები აქვთ. ფინანსთა მინისტრი კი აცხადებს, რომ მომავალ წელს ქვეყნისთვის პრიორიტეტულ დარგებს განათლებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობას, ასევე ენერგეტიკას, ტურიზმსა და ინფრასტრუქტურას დაფინანსება გაეზრდებათ, ასევე გაიზრდება საგარეო, იუსტიციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროების ბიუჯეტები. დღევანდელ რიგარეშე სხდომაზე დეპუტატები 62 საკითხს განიხილავენ. 2009 წლიდან დაწყებული წარმატებით განხორციელდა ეკონომიკის სტიმულირება, რამაც 2010 წელს ჩვენ მოგვცა დაახლოებით 6%-ამდე ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომ 2011 წელს ეკონომიკური ზრდა შეადგენს 4.5%-ს. გარდა მაგისა, ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც აისახა 2011 წლის ბიუჯეტში, გახლავთ, რომ 2010 წელს პრაქტიკულად სახელმწიფოს ვალმა მიაღწია მაქსიმალურ ნიშნულს, ეს გახლავთ 46% მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, როგორც შიდავალი, ისე საგარეო ვალი ერთად. ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 7 მილიარდ 100 მილიონი ლარი და თითქმის იმდენივეა, რაც ეს გახდა წელს, 2010 წელს 30 მილიონით აღემატება მხოლოდ. 1,5 მილიონი მობილიზებული იყო, მხოლოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრები რო დააჯარიმეს იმ თანხებიდან ერთ თვეში. ანუ ძალიან დიდი ციფრია. თუ იცით პროცენტული შემადგენლობა ამ საპროცესო შეთანხმებებიდან, თქვათ, რა ციფრსაც ახლა დამისახელებ, რამდენი არის ბიზნესმენი. ანუ ის ადამიანი, რომელსაც უნდა შეექმნა ახალი საწარმოადგილი, მაგრამ ამის ნაცვლად საპროცესო შეთანხმებით გადაიხადა ბიუჯეტში ფული და რაც თავისთავად ცხადია, რომ არავითარ შემთხვევაში ახალ სამუშაო ადგილს აღარ შექმნის. არც მომავალ წლებში არის გათვალისწინებული იმ ჭერამდე მიღწევა, რასაც ქვია $100 პენსია, ეს არის დაახლოებით 170 ლარი. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ჩვენ უმოკლეს დროში შეუსრულოთ დანაპირები საზოგადოებას, უბრალოდ როგორ ფიქრობთ, თქვენი დანაპირების ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული დანაპირების აღსრულებას უმოკლეს ვადაში, იმიტომ როგორც ჩანს 2011 წელს არავითარი ზრდა არ დაფიქსირდება, არადა ინფლაციური პროცესები ქვეყანაში გრძელდება.